უკვე მეოთხე დღეა თამარის დასახლებაში მარკო ზაჭარელის ყოფილი ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები იძულებული არიან საარსებოდ და ჰიგიენური ნორმების დასაცავად წყალი ცენტრალურ მაგისტრალთან გამავალი მილიდან აიღონ. ადგილობრივების ინფორმაციით უამინდობის შემდეგ ბათუმის წყალი მათი პრობლემით არ დაინტერესებულა. ცხელხაზზე კი განუცხადეს, რომ წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში გამოსწორდებოდა. კომპანია ბათუმის წყალში განმარტავენ, რომ წყლის ხანგრძლივი შეფერხების მიზეზი მასშტაბური დაზიანება გახდა, რის გამოც ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გართულებულია, თუმცა კომპანიის ტექნიკური დირექტორი აცხადებს, რომ ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს, რის შედეგადაც აბონენტები წყალს დღესვე მიიღებენ. ყოფილი ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლები ძველი ქსელის აბონენტები არიან. 4 დღეა წყალი არ მოდის. ხო და დავრეკე დღეს. ასე გვიპასუხეს, რაღაცა ტრუბა აგახეთქილიო და ვაკეთებ და დღეს ბოლომდე აღსდგებაო და ველოდებით, რა ვიცი აბა. არავინ არ მოსულა, არაფერი არ შეუმოწმებიათ და მთელი ქალაქი ახალი წყლით ვარაგდება და ჩვენც გვინდა ახლა ეს გარეთაობნები დარჩენილია, ბენზე, ბონი, გარადოკი და რადერის დასახლების წყალმარაგება ხორციელდება ჩაის უბნიდან მომავალი მილსადენით, რომელიც ესაზღვრება ანთეაჩი არსებულ ტერმინალს. მოიხსენებათ იმ სტიქიური უბედურების დროს დაზიანდა ამ ტერმინალის ნაპირის ასამაგრი კონსტრუქცია. ანალოგიურად დაზიანდა ჩვენი მილსადენის და მიუდგომელია მისი აღდგენითი სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ბათუმის წყალი ახორციელებს ახლა გადართვით სამუშაოებს, რათა ალტერნატიული წყაროდანი მოამარაგოს განთიადის დასახლება წყლით და სავარაუდოდ უკვე სამუშაოები დაწყებულია, მიმდინარეობს. სავარაუდოდ დღეს საღამოსთვის აღუდგება თუნქნოს ხალხლეობას წყლის მიწოდება.